დაახლოებით ღამის 3 საათზე უცნობმა პირებმა საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში ჯაბა იოსელიანის ცხედრის ამოთხრას სცადეს. სავარაუდოდ მოქმედებდა მამაკაცთა და ჯგუფი, რომლებიც პანთეონში დაახლოებით ღამის 2 საათზე შეიპარნენ. ჟურნალისტებს ადგილზე გადაღების უფლება საპატრულო პოლიციამ არ მისცა. ჯერჯერობით ეჭვმიტანილების ვინაობა უცნობია. იოსელიანის უახლოესი გარემოცვის წევრებმა ფაქტს ვანდალური ქმედება უწოდეს და მანანა არჩვაძე გამსახურდიას თანამოაზრეებთან, ეგრეთ წოდებულ ზვიადისტებთან დააკავშირეს. თუმცა კონკრეტული სახელები და გვარები ამდრომდე არ სახელდება. ადგილზე ნაპოვნია სამხედრო ნიჩაბი და 90-იანი წლების ამსახველი ფოტოები. ამ წუთებში ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ. კარებიდან შესულები არ არიან, ღობიდან გადახდნენ და მოხდა ასეთი ფაქტი. იქ რაღაც ცოტა საფლავია მოჭიჭკნილი, მოტანილი ჰქონდათ სამხედრო ნიჩაბი და ფოტოები გადაღებული ზეროქსი 90-იანი წლების ბატონი ჯაბა არის თანამებრძოლებთან ერთად. აი ეგ არის. მე შემატყოლინე სადღაც 10-ის ნახევარზე მოვდიოდი უკვე სამსახურში, ჩვენ 10-ზე ვიწყებთ სამსახურს და კარები ჩვეულებრივად დაკეტილი იყო. ვინც გააკეთა ის ქრისტიანი არ ყოფილა რა. ის არც მართლმადიდებელი ყოფილა, არც ქრისტიანი ყოფილა. ეს ჩემი აზრით ეს ვიღაცების გაკეთებული. ახლა ზუსტად რომ ვიღაც პიროვნებებზე ან კიდე ჯგუფზე ან კიდე ვიღაცებზე ხელი დავადოთ არა, არ იქნება მართებული სხვათა შორის რა. ეს თვითონ აგერ პატრულია მოსული, პოლიცია მოსული აქვს და თვითონ ალბათ გაერკვევიან. გაზეთებში რამდენჯერმე იყო დაწერილი, უნდა ამოვთხაროთ ჯაბა იოსელიანის საფლავი. ტელევიზიაში რამდენიმე თქვა, ამას ყურადღება არ მიაქცია. ამაზე ისეთი დუმილი არ ვიცი, შენ აღარ მახსოვს. შეიძლება კიდევაც გავიხსენო. იყო ამაზე ნათქვამი და საერთოდ მოდის არის კატეგორია ხალხისა, ვინც ამ პიროვნებად ვერ იტანდა ჯაბა იოსელიანს. ან შეხედავ იგონებენ ახლა ვითომ ზვიადისტობას იდებენ საფუძვლად, რომ ამოვაგდოთ საფლავიდან.